წინა კვირას ჩვენ ვიგზავნეთ ოჯახის სიზმრიდის დღე. იყო დიდი მსვლელობა ტრადიციული და უსმინდესმა პატრიარქმა შიომ დახვდა ის საებაში მისულ ბიტონიობით მრევლს, იქ გადაიხადეს სამადლებელი პარაკლისი და შემდგომში უსმინდესმა მიმართა ქადაგებით მრევლს. ტრადიციულად მან მიულოცა ქართველებს ეს დღესასწაული ოჯახის სიმტკიცისა და ბუნებრივია მისი ქადაგება შეეხო ოჯახს, ოჯახის სიმტკიცის მის რაობას, როგორი აუცილებელია მტკიცე ოჯახი ქვეყანაში, რომ ქვეყანა იყოს გამართული და სულიერად გაძლიერებული. და ატყდა ერთი ამბავი. როგორ გაბედა და თურმე პატრიარქმა როგორ იქადაგა ეს, რომ ოჯახი უნდა იყოს მტკიცე, რომ უნდა ჩვენ ეს ოჯახი დავიცვათ რაღაცა მავნე იდეოლოგიებისგან, რომ აბორტი არის მძიმე ცოდვა და ოჯახში, ქვეყანაში, სადაც აბორტი არის მიღებული, დაკანონებული, ეს ოჯახიერი ვერ მოეწყობა. ღვთისგან დაიჟება და მოვლენ სხვა ერები, სხვა ხალხები და ჩვენს აი ამ ტურფა წარდაც ქვეყანას ისინი დაეპატრონებიან. როგორ გაბედა თითქოს უსმინდესმა ამაზე ხმის ამოღება და როგორ გაილაშქრა მან აი ამ ცნობიერების წინააღმდეგ. რაც ბრძანა უსმინდესმა, ეს არის დაფუძნებული სახარების, ბიბლიის და ეკლესიის სწავლებაზე. ჩვენ სახარებაში ხშირად გვესმის მასხურის მიერ ნაქადაგები სწავლება, რომ თუ ადამიანი მასზე მიცემულ მადლს, წყალობას არ უფრთხილდება და ანიავებს, ის სხვას გადაეცემა. იგავი ბოროტ მიწის მუშაკებზე. თქვენ ეს იგავი იცით, როცა ერთმა კაცმა ვენახი გააშენა, იქვე საწნეხელი მოაწყო, ამას ზღუდე შემოავლო აი ამ თავის ვენახს, დაიქირავა მუშაკები და ჩააბარა მათ ეს ვენახი. მოვიდა დრო, როცა მას უნდა მიეღო თავისი წილი, თავისი ვენახიდან, გააგზავნა მათთან მაცნეები, ხოლო მათ ეს მაცნეები ზოგი დახოცეს, ზოგი აგინეს, ზოგი ქვები ჩაქოლეს, გახერხეს, ბოლოს თავისი ძე გააგზავნა მათთან, მოკლეს ისიც და მასხოვარი ეკითხება ებრაელებს აი ამ იგავის შემდეგ. აბა, როცა ვენახის პატრონი მოვა, რას უზამს ამ მიწის მუშაკებს? და პასუხი ებრაელებისა. მიუგეს მათ ამ ბოროტად დახოცავს და ვენახს გადაასცემს სხვა მიწის მუშაკებს, რომლებიც მას ნაყოფს თავის დროზე მისცემენ. ანუ შევოცა მოგეცა წყალობა ღვთისგან და ამას არ უფრთხილდები,
შენ როცა ცხოვრობ ცოდვილი ცხოვრებით და არ ნანობ ღვთის დაშვებით მოვა შენ ეს მიგიღება შენგან და ის გადაეცემა სხვა შენ ამის გამო დაისჯები როგორც ამას ჩვენ სახარებაში ვისმენთ უფლისგან და ეს ვენახი გადაეცემა სხვა მიწის მუშაკებს სხვა კიდევ იგავი ტალანტებზე როცა ადამიანს მიეცა მიჭები მან დაფლა ტალანტი არ აქნია ის მას წაერთვა და გადაეცა სხვას და რომელი ესე ერთი ჩვენ შეგვიძლია თქვათ სახარებიდან ზუსტად იგივე ბრძანა პატრიარქმა სახარება დაყოლმე რომ თუ ოჯახი იქნება ეს იქნება ქვეყანა თუ არის ნაში ეს თქვათ მძიმე ცოდვა აბორტი და ჩვენ ვფიქრობთ ეს ტერმინი აბორტი არის შეფარული ნათქვამი ამ ცოდვისა ესაა უმანკო ჩვილების კვლავ და არა აბორტი აბორტი ეს კაცმა მოიგონა რომ ვინც ამას ჩადის სინდისი რაღაცა კონდეს დამალულ რაღაც მის სინდის ეს არ შეეხოს თორე რეალობაში ეს არის უმანკო ჩვილების კვლავ როცა კაცი კაცს კლავს აფხელა ცოდვაა რაღაც გაბრაზდა განრისხდა რაღაცა დაუშვა და მან გადაუხადა სამაგიერო და ამ შემთხვევაში ჩვილი სრულიად უმწეო მუდრანაშაული დედის წიაღში დედა ბჭყალებში ექიმი მას კლავს გუშინ მამა დავითმა ისაუბრა ამ თემაზე მე აღარ შევჩერდები და ამ ადამიანებს ექიმები არ ქვიათ ისინი არიან მკვლელები და როცა ქვეყანაში ეს ცოდვა თქვა არის დაკანონებული როცა ოჯახი აი ამ ცოდვას ჩადის და არ გამოხატავს სინანულს ის ისჯება ეს ორჯერ 2-4-ია ეს ჩვენ ამას მთელი ეკლესია ამას აღიარებს სახარების სწავლება ძველი აღთმა ახალი აღთმა ის რაც თქმულია სახარებაში აი მოდი ჩვენ ახლა ეს ჩვენს ქვეყანაზე გადმოვიდოთ ჩვენ საქართველოს რა მოხდა ლაშა გიორგის მეფობის დროს მოვიდა თვით მეფე თბილის და აღავსო საქართველო ძღვენითა ამე თუ იყო ყოველთა მეფეთა უმეტეს უხვი და არავისთვის მოშული ლოცველი მარხველი განკითხველი და მოწყალე ლაშა გიორგი არამედ უკანასკნელ მიდრკა სიბოროტეთ თანა მიყოლითა უწესოთა კაცთა ვითარცა სოლომონისთვის წერილარს რომელი შეიცვდეს დედათა ეგრეთვე ესე უწესო კაცთა ვითარცა ქვემორე სიტყვამან სასნაურყოს ვითარ განისვენებდა ადიმობითა და სმოვითა თანა მიდრკა სიბოროტეთმდე ვითარცა წერილარს ისრაელისთვის დასხა ერიგი ჭამად და სმად და აღდგეს სიმღერად. ანუ ლაშა გიორგი მეფე თამარიშვილი რამის იმპერიად ქცეული საქართველო მისი სახელი ზანზარებს მეფის ჩვენი ქვეყნისა აქვს უძლეველი ჯარი ძლიერი ქვეყანა თბილისი საუკუნეზე მეტია
ქართველების ხელშია, ვითარდება, იზრდება, შემოდის შემოსავალი ყბანაფეცი ქვეყნებიდან, ქვეყანა მოსვენებულია და მეფე არის უხვი, ლოცველი, მართველი, მაგრამ მიდრკა ცოდვისკენ. დაიწყო მან არაწმინდა ცხოვრება, აყვა ახალგაზრდებს, დაიწყო სმა, ლაღობა, თვალობა, რუშობა, უწმინდურობა. ამის შემხედვარე შემდგომში თუ სამეფო კარი ამ დღეშია ერის გაირყვნა, დიდებულები მიყვნენ ლაშა გიორგის ცხოვრების წესს, უწმინდურობით, უსამართლობით, სხვების ჩაგვრით, უზნეობით, მრგუშობით, სიძვით, მამათმავლობით, როგორც ამას ჩვენ გვამცნობს ქართლის ცხოვრება და აი ამ ცოდვების გამო მოვიდა უცხო ხალხი, უცხო ტომი ჯვალენის მეთაურობით და შემდგომში უკვე მონღოლების მთელი ეს ურდო. როგორც ჩვენ სახარება გვასწავლის, როგორც ეს თქვათ წერია ქართლის ცხოვრებაში, ერის ცოდვების გამო ქვეყანაში მოვიდა უცხო ხალხი, უცხო ტომი. ნახეთ, რამე თუ ქვეყანა საქართველოისა მიეცა განსარყვნელად ამის ძალითა, რამე თუ დაუტევეს მეფეთა და მთავართა სამართალი, მოწყალება, სიყვარული, სიწრფოება, სიმშვიდე, სიმართლე და ამის წინ მოიპოვეს ამპარტავნება, ზაკვა, შური, ხდომა, სიძულვილი, ანგარება, მიმძლავრება, კლვა, პარვა, სიძვა, უწესობა, ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი, ვაი მათდა, რომელნი კვალსა ბალამისა შეუდგეს და საქმეს სოდომერთასა იქმან. რამე თუ ყოველმან ასაკმან ბერთა, ანუ მოხუცებულთა და ჭაბუკდა ცირეთაგან ვიდრე დიდადმდე მიაქციეს სიბოროტეთ. რამე თუ სენი იგი სოდომელთა და ლალმობა გომორელთა მოიწია. ნახე დააკვირდით, ამის ძალითა მისნა იგინი ღმერთმან წარწმედად ბოროტად. რამე თუ განვაწირნეთ ღმრთისა მიერ, რომელ დავივიწყეთ ღმერთი და ღმერთმანცა სამართლად დაგვივიწყა ჩვენ. ეს შეუძლებელია ამბავია, სამწუხაროდ შენ ღმერთს ივიწყებ და ვარდები აი ამ ცხოვრების წესში, უწეშობაში, უზნეობაში, აბორტებში, კაცისკვლაში და შენ არ ნანობ. ამის გამო ღვთის დაშვებით შენ ვეღარ ხდები პატრონი აი ამ ქვეყნისა, მოდის სხვა უცხო ხალხი და შენს ქვეყანას მიიღებს შენთან. ნახეთ აი რას ამბობს ბიბლია ამ თემაზე. წმინდა ესაია წინასწარმეტყველი. ვაი ნათესავსა ცოდვილსა, ერი რომელი სავსი არს ცოდვითა, ნათესავნი ბოროტნი, ძენი უშულოებისანი, დაუტებეთ უფალი და განარისხეთ წმინდა იგი ისრაელისა. რაზღა იწვლით და შეზინებთ უშულოებასა, ყოველთა თავი სალმობად, ყოველი გული მწუხარებად, ყვართაგან ფერხთა ვიდეთავამდე, არა არს მშვიდობა მაშინა, მწუხარება, სიცოცხლე, არა არს ყლული, არს ნაგვები, არც საბრძვილი, განსივებული, არა არს სალბუნი დასადებელი, არცა ზეთი, არცა შესახვეველი,
ქვეყანა თქვენი ოხერავს და ქალაქი თქვენი ცეცხლითა მომწვარი. სოფელსა თქვენსა წინაშე თქვენსა უცხოთესნი მოსჭამე. აი რა თქვა უწმინდესმა განსხვავებული ამისგან. არაფერი. მან ჩვენი გაგვაფრთხილა რომ თუ ქვეყანაში არის უზნეობა, თუ ოჯახი არაა მტკიცე და თუ ოჯახში შვილები, ანგელოზები, ნათელი წერტილი არ იბადებიან და ოჯახში არის მკვლელობა, ქვეყანაში არის დაკანონებული ჩვილების, უმანკო ჩვილების კვლავ და მათი სისხლი ღმერთს აღძრავს რისხვით, შურისძიებად. რა იყო ამ ხადაგებაში თქმული სხვა რამე, რაც არ არის მოცემული სახარებაში, ბიბლიაში, ჩვენი ერის ხოვრებაში. აი ეს რაც უწმინდესობა ბრძანა არის წინასწარმეტყველება ჩვენზე და გაფრთხილება, რომ საფრთხე რეალურია. მან იცის მას ვერთი ელაპარაკება და გაფრთხილებს, რომ თუ შენ იქნები აი ამ მდგომარეობით და არ შეინანე და არ გამოასწორე, როგორც უკვე ერთხელ შენ შეგემთხვა და არაერთხელ შენი ისტორიული წარსულის დროს და ჩვენ მოვიყვანეთ უკვე აქ ეს ფაქტები და უამრავი ეგეთი ფაქტები ქართლის ცხოვრებაში. დაგემართება იგივე შენს ლამას ქვეყანას, რომელიც შენ ღმერთმა მოგცა ჩაგაბარა, მას სხვა ტომები, სხვა ხალხი მიიღებს, როგორც ის იყო მოთხრობილი სახარებაში, ბიბლიაში და ქართლის ცხოვრებაში. სულ ახლახან რამოდენიმე ათეული წლის უკან სერბებს ყავდათ პატრიარქი პავლე. როცა მათ კოსოვო დაკარგეს ეს ტერიტორია და კოსოვო მათთვის არის როგორც ჩვენთვის მცხეთა სულიერი კუთხით და ფიზიკური კუთხით დიდგორის მერე დაახლოებით. მათი ეს გული, ცენტრი სერბეთისა, აი ეს პატრიარქი პავლე ამბობდა, რომ როცაო სერბი ხალიო აბორტს იკეთებდაო, ალბანელიო შვილს აჩენდაო და გადააჭარბა მოსახლეობამ, ღმერთმა დაუშვა და აი ამ წოდების გამო მათ თავიანთი ქვეყანა დაკარგეს. თავიანთი სული და გული. აი, წარმოგიდგენთ, ჩვენთვის დაახლოებით მცხეთაა კოსოვო. იქ ხდებოდა მეფეების კურთხევა, პატრიარქების არჩევა, ის სულ ეკლესია მონაწილეობით არის გამშვენებული. მაგრამ დღეს სერბების ხელში აღარ არის. ის სხვა ხალხმა, სხვა ტომმა მიიღო. ის გამო სერბების წოდების გამო. და ჩვენ უწმინდესი გვაფრთხილებს. თუ შენ ამ წოდებს არ გამოასწორებ, რაც ხდება რეალობაში, შენს იგივე დაგემართება. როცა ეს გადაგება ბრძანა უწმინდესმა, ერთი გნიასი და ერთი ამბავი, ვინ აღარ გამოვიდა ეს სამთავრობო, არასამთავრობო, მოსული, წასული, ეს რაქნა როგორი ხადაგა, რაღაც შუღლის ენა, ბორმის ენა, რეებს ლაპარაკობს. გამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სხვა ერის შვილები და
თურმე რამდენი ყოლია ისეთი, ვინც თავის თავს ამ ქვეყნის შვილად არ თვლის. და მათ ეს ნათქვამი თავის თავზე მიიღეს, ხალხო. ვინ უთხრათ ხალხ იმ რომელიმე შენ გეხება? ეს ზოგადად ნათქვამი იყო დაფუძნებული ბიბლიაზე. რომ ხდება ესე, სხვა ერი მოდის. და თურმე რამდენი ყოფილა ქვეყანაში ისეთი, ვინც თავის თავს არ თვლის ამ ქვეყნის შვილად. აი, ჩვენზე ილაპარაკა უზმიდესმა. შენ რატო იღებ ამას შენ თავზე? შენ ხო ხარ ამ ქვეყნის შვილი, ჩვენი საქართველოს მოქალაქე. აქ საუბარია სხვა ხალხზე, ზოგადად. და შენ ამას შენ თავზე იღებ. ეს იყო ჩვენი პატრიარქის ნამდვილი ქადაგება. როცა წყემსთავარი აუცილებლად სხვა თუ არაფერი ვალდებულია თავისი ერს სიმართლე უთხრას და გააფრთხილოს. როცა ჩვენ ქადაგებაზე ვსაუბრობთ, ერთი ამბავი მახსენდება, მინდა ეს თქვენ წაიკითხოთ. ძველი ისტორია, ძველი საბერძნეთის. მაყენოლებსა და ათენელებს შორის დიდი ომები და სისხლის ზღვრა იყო. ასე რომ ამ ტომებს შორის მოსისხლე მტრობა გაჩაღდა. მამაცი და გამოსავლის პოვნაში მოხერხებული მაკედონელი მეფე ფილიპე მრავალი ადამიანის დაკარგვით და ხარჯით შეწუხებული ათენელებთან ერთშებს გზავნის და შემდეგი შინაარსი წერილს წერს. ათენელნო, თუ გინდათ რომ ომი შეწყდეს და ჩვენ შორის მშვიდობა ჩამოვარდეს, აი ეს გააკეთეთ. თქვენი ქალაქიდან ყველა ორატორი გააძევეთ. ისინი თავიანთი ოსტატური ჭერმეტყველებით ხალხს იარაღისაკენ მოუწოდებენ. განხეთქილებას თესენ, ომს ტეხენ, ომის მთელ უბედურებას გწევენ. ათენელები მოტყუდნენ და მაშინვე მიიღეს გადაწყვეტილება ყველა ორატორი ათენიდან გაედევნათ. მათ შორის ყველაზე ცნობილი ფოკიონუსი და დემოსთენე, რომლებმაც ხალხს მთელი გულწრფელობით მიმართეს. ეს სანამწავლე, მაგრამ ხალხს მიმართავენ ორატორები. ათენელნო, თქვენ ფილიპეს სურვილს ხართ ხალისი დასრულებთ. ჩვენს მზად ვართ თქვენს ბრძანებას დავემორჩილოთ. მივდივართ, მაგრამ გვინდა ერთი იგავი გიამბოთ. მგელმა ცხრებთან ელჩი გაგზავნა და შეუთვალა, თუ მშვიდობა გინდათ, ფარიდან ნაგაზები გააძევეთ, რადგან იყეფებიან და ხმაურს ტეხენო. მაშინ ერთმა ბებერმა ნაგაზმა თქვა, გაბრიყვებულო ცხრებო, თქვენ არ გსმენიათ, რად უნდა მგელს ჩვენი გაძევება. მისი მიზანი მშვიდობის დამყარება არ არის, არამედ ის, რომ ცველების გარეშე დარჩეთ. ის კი ღამღამობით მოვიდეს, სათითაოს მოგიტაცოს და შეგჭამოთ. ცხრები კარგად ჩაუფიქრდნენ ამ სიტყვებს და ნაგაზები ფარაში დატოვეს. ათენელნო,
თქვენთან მშვიდობის დამყარება არ არის ფილიპეს მიზანი, არამედ ის, რომ ცველების გარეშე დარჩეთ, ანუ უჩვენოთ, რომლებიც ლაპარაკობთ, ღიად მსჯელობთ, ყვირით, თათბირზე ჩაძინებულ არქოტებს ვაღვიძებთ, ხალხს იარაღისკენ მოუწოდებთ, სახელმწიფოს ფილიპეს რიგებისაგან ვიცავთ. ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ მას ჰქონდეს საშუალება მოვიდეს, როცა მოესურვება, თქვენ კი მომზადებლები დახვდეთ და დაგიმონოთ. მაშინ ჩაწყდნენ ათენელები დემოსთენეს სიტყვას და ორატორები ქალაქში დატოვეს. აი როგორი უნდა იყოს ნამდვილი მხადაგებელი, რომელიც გამხილებს, გაღვიძებს, შემოგიძახებს, აზე მოყავხარ, გაფრთხილებს, ყებს, ხმას იღებს, წივის, კივის, რომ გამოგაფრთხილოს. თუ შენს ქვეყანაში იქნება აბორტები, ყლელობა, უსამართლობა, გაუტანლობა, უნანელობა, სხვა ხალხი მიიღებს ამ ქვეყანას. ქრისტიანენო, თქვენს მიხვდით, საიდუმლო საჩეხე ეს ქრისტეს ეკლესიაა. გონიერი ცხრები ქრისტიანები, წყემსნი კი ეპისკოპოსები არიან. გელი, უფრო სწორად კი ლომი, ეს არის ეშმაკი, რომელიც ქრისტეს ფარეხს გარს უვლის და მისი ცხრების მოტაცებას ლამობს. წინა მოსაჯული თქვენი ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვარს და ეძიებს ვინცა შთანთქა. წმინდა ფარეხის მცველი ნაგაზები ეს სახარების მასწავლებლები და ქადაგებლები არიან, რომლებიც ქადაგებენ, რომლებიც განხდიან, წყემსებს აღვიძებენ, გლებს აძელებენ და ცხრებს იცავენ. წმინდა ბასილი დიდი ამბობს, რომ ყურდღელს ისი არ ეშინია ქუხილისა, როგორც ეშმაკს აშინებს სახარების ქადაგება. როცა ეს ქადაგება ისმის, თრთის, შორს გარბის და იკარგება. ეშმაკის ვერაგობა სრაღალს აკეთებს. ის ყველა საშუალებით ცდილობს ფარეხიდან ნაგაზები განდევნოს. წმინდა ქალაქიდან, წმინდა ორატორები, ეკლესიიდან მასწავლებლები, რათა ღვთის სიტყვა სრულიად აღარ ისმოდეს. რისთვის? იმისთვის, რომ ქრისტეს ფარეხი ცველების გარეშე დარჩეს და მან ქრისტეს ცხრების მოტაცება შეძლოს. მიჩვენეთ ნებისმიერი ფარეხი ნაღაზების გარეშე, როგორი მზრუნველი და ფხიზელის არ უნდა იყოს წემსი, გელი ბნელ ღამეში მიდის, შიგნით იპარება და ცხრებს იტაცებს. მიჩვენეთ ნებისმიერი ეკლესია, ქალაქი, ოლქი მასწავლებლებისა და მხადაგებლების გარეშე, როგორი წმინდა და მართალიც უნდა იყოს მოძღვარი, ეშმაკი ყოველთვის პოულობს შესვლის საშუალებას. თუ ქადაგების სიტყვას ვერ გაიგონებს, შედის, გონიერ ცხრებს იტაცებს, თქავს. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული, რომ სული წმინდა ქრისტეს ეკლესიაში წყემსები და მასწავლებლები დაადგინა. წყემსები, მღვდლები, რათა მათ გონიერი ცხრები სიმართლის კვერთხით, ანუ სულიერი ხელისუფლებით მართონ. მასწავლებლები, რათა სიტყვით და სწავლებით გონიერი ცხრები სულის განწმენდელი გლებისგან დაიცვას. გამხსნელი ბოდიშით. ყოველივე აქედან თუ მიხვდით, რამდენად საჭირონი არიან მასწავლებლები და სახარების ქადაგებლები
ქრისტეს ეკლესიაში ნაგაზები ფარეხში რამდენად აუცილებელნი არიან. რაოდენ აუცილებელია ღვთის სიტყვის სიტყვა ჩვენი ცხოვრებისთვის ის ისევე აუცილებელია როგორც პური ჩვენი სიცოცხლისთვის. სიტყვა ღვთისა ეს ანგელოზებრივი პურია, რომლითაც ღმერთს მოშიებული სულები საზრდოობენ. აი რა არის ნამდვილი ქადაგება? როცა ქადაგებელი არ უშინდება სათქმელს, როცა ის ყოველთვის მოწოდებულია სიმართლე იქადაგოს. წარია ხშირად სიმართლე, მაგრამ სათქმელია და აუცილებელია, რომ გამოფხიზდე. ეს მართლაც ნაგას გავს. ის შორიდან ხდება გლის მოსვლა სუნით. და მზადა და ყეფას იწყებს, ხმაურს ეხავს. რომ ცხრები გამოფხიზდნენ. არ მიენდონ ძალიან ბევრ ცხვრის ქურგში გამოყრეულ მგელს. თუ მგელი შეძრა ფარაში ცხვრის ქურგით, ცხვარი მოტყუდება, მაგრამ ნაგაზი არ მოტყუდება. ის სუნით მიხვდება, რომ მგელია ფარაში შესული. დაიწყებს ყეფას მაურს, გააღვიძებს მწყემს, რომელიც თავის ცხვარს დაიცავს. ნახეთ, აი ამ ქადაგების მერე ეშმაკი რა დღეში ჩავარდა. ვინ აღარ აღზრა ეკლესიის წინააღმდეგ და ერთი ადამიანი ღმერთმა უშევლოს მას, ღმერთმა მისცეს სინანული, ისე გაბოროტდა, რომ მანქანა დააჯახა საპატრიარქოს კარებს და შეანგრია. ხლა 21 საუკუნეში ჩვენ რომ სეკულარულ სახელმწიფოს რო ვაშენებთ და კიდე რა ვიცი რაღაც ტერმინები რომ მოიგონეს. ვის გაუგია ესეთი რამ? კომუნისტური რეჟიმის გარდა. აი ისინი ესე შევარდებოდნენ, ხატებს დაამტვრევდნენ, კარებს შეანგრევდნენ. აი ამ კაცს მერტმა რა ვიცი, მე არ ვიცი ვინ არის. არ სახელი გვარია, მერტმა სინანული მიცეს. და აპატიო შეუნდოს. შევარდა საპატრიარქოში კარები, კიდევ იქ არავინ ადამიანი არ იდგა. მადლობა ღმერთს, იქ არის საზოგადოების ურთიერთობის სამსახურები, ახლოში ამები მუშაობენ, სტუმრები მიდიან, ჩაწერები ხდება ტელევიზიებით. და იქ არავინ არ იდგა, კიდევ იქ არავინ არ იდგა. დახოცავდა ხარ მანქანას დაეჯახა ამისი მანქანა და თურმე იძახეს კიდევ უნდა გავაკეთო გივეღასა. აი ეშმაკმა როგორ გააგიჟა, ნახეთ ეშმაკი აი ამ ქადაგებამ ეშმაკი რა დღეში ჩააგდო. მე მინდა და ჩვენ გვინდა უწმინდეს მადლობა უთხრათ ამ ქადაგებისთვის. ჩვენო უწმინდესობაო, ღვთის სიტყვაზე დაფუძნებული კიდევ ბევრჯერ ამხილე ჩვენი ცოდვები და ეხლა ალეგორიით ვიტყვი, როგორც იქ ნასერში იყო მიგავში. ხიზელი ნაგაზებით იყეფე, რომ ჩვენ ცხრები გამოვხიზდეთ და მგელმა ვერ გაბედოს აი ამ ფარაში შემოძრომა, რომელიც დადის, ლამობს, არძინავს, მისი ერთადერთი მიზანი არის ცხრების მოპასება და ოჯახებში შთანთქმა. მადლობა სწორი ქადაგებისთვის, მადლობა ჩვენი გამოფხიზნებისთვის. გაიხარეთ. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგუთხოთ.